უწყოთი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის აქციისთვის ემზადებიან. ახალ წელს რუსთაველზე ხვდებით ასეთია სამოქალაქო აქტივისტების გზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებენ. დადგნენ იქ, სადაც 1 წელზე მეტია ისინი ქვეყნის ეროვნულ და შესაბამისად ევროპულ მომავალს იცავენ. ერთი წელია რაც რუსთაველის გამზირი უწყოთი პროტესტის კერად იქცა. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამარჯვებები და ტკივილები აქ არის აღმოჩნდილი და კვლავ აქ იწერება მისი ისტორია. აქ ვზეიმობთ და აქ ვგლოვობთ, აქ ხვდებით კვლავ ახალ წელს ერთად, რადგან აქ ვართ უწყვეტად 400 დღე და აქ ვიქნებით სანამ ამის საჭიროება იქნება. ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში. საახალწლო პროგრამა დაიწყება 11 საათიდან პირველ სკოლასთან, სადაც მოვისმენთ სინდისის პატიმრების გზავნილებს და წინააღმდეგობაში მყოფი ხელოვანების კონცერტს. ლიზი ვეკუა გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ლიზი გისმენთ. დიახ, გიორგი, შეკრების ლოკაცია 31 დეკემბერსაც ტრადიციული ადგილი ქვეყნის მთავარი გამზირი იქნება რუსთაველზე. მოქალაქეები პროევროპულად განწყობილი ადამიანები, ისინი რომლებიც უკვე თითქმის 1 წელია და 1 წელზე მეტია რაც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართული, შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე 11 საათზე და დაიწყებენ საპროტესტო აქციას ახალ წელსაც. ძალიან მრავალფეროვანი იქნება საახალწლო ღამე თბილისის ქუჩებში რუსთაველის გამზირზე. არაერთ პერფორმანსს ვიხილავთ მთელი დღის განმავლობაში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, როგორც კულტურის სფეროს, ასევე სხვა საზოგადოების ჯგუფები გამართავენ სხვადასხვა მანიფესტაციებს, პერფორმანსებს, აქტივობებს, ხაზს გაუსვამენ იმას, რომ ისინი უწყვეტ პროტესტში უკვე 1 წელი არიან ჩართული და ასევე გააჟღერებენ სინდისის პატიმრების გზავნილებსაც. ვეხსაუბრეთ ჩვენ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელოვანესია 31 დეკემბერსაც, როგორც გასულ წელს, ახლა წელსაც შეიკრიბნენ მოქალაქეები იმისათვის, რომ დაანახონ ქართულ ოცნებას ის, რომ ისინი ყველაფრის მიუხედავად განან ქუჩაში და იდგებიან ქუჩაში როგორც ახალ წელსაც, ასევე კიდევ ბევრი დღის განმავლობაში, ვიდრე მათ მთავარ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. შარშან უკვე რაღაცნაირად დაფუძნდა, რომ ახალი წელი გახდა სახალხო ტრადიცია, გვახსოვს ყველას კარგად სუფრა და არაფრით არ ჩამორჩებოდა თუ უფრო ბევრად საინტერესო და მოხიბლელი არ იყო თქვა საზოგადოებისთვის, როცა ხალხის მიერ იყო ორგანიზებული ახალი წელი. წელსაც ვცდილობთ, რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, იგივე ფორმატი ნამდვილად არ იქნება, უბრალოდ გვექნება რაღაცა მცირედი უფრო სახის მაგიდები, სადაც ყველა ადამიანს ვისაც ექნება სურვილი კლავ ექნება შესაძლებლობა, რომ მოიტანონ ტკბილეული იქნება ეს თუ რაღაცა სხვა სახის პროექტები და ასე შემდეგ, რათა გაუზიარონ თანამოქალაქეებს. ამის გარდა ასევე იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი კონცერტი, ვიცით, რომ წინააღმდეგობაში არის უამრავი მუსიკოსი და ხელოვნების ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე გვექნება გზავნილები ჩვენი პოლიტპატიმრებისგან, სინდისის პატიმრებისგან, როგორც შარშან წელს ახალ წელს რუსთაველზე იგეგმება უამრავი აქტივობა, რომ ისევ ერთად შევხვდეთ ამ ახალ წელს, ისევ ერთად დავგეგმოთ ჩვენი ბრძოლის გზა. აუცილებელია თქვენი ხმა, თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. გელოდებით რუსთაველზე, მნიშვნელოვანია როგორც აღნიშნეთ ყველას ერთად დგომა, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ რეჟიმმა უნდა დაინახოს ჩვენი ძალა. რეჟიმმა უნდა თქვას უარი, რომ ქვეყანა გადააბაროს რუსეთს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ საპროტესტო საზოგადოება. ჩვენ 1 წელიწადზე მეტია უწყვეტად ვიბრძვით, ამიტომ ახალ წელსაც უნდა ვიყოთ ერთად. ჩვენ გვექნება პატარა მუსიკალური ნომრებიც, გვექნება ერთმანეთის მიმართ მილოცვა და ასე და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი საზოგადოება შევიკრიბოთ, მოვიტანოთ ჩვენი ნობათები და ერთმანეთს მიულოცოთ ახალი წელი. ეს იქნება ორგვარი დატვირთვის, ეს იქნება როგორც საპროტესტო, ასევე საზეიმო ელემენტებით და ყველას გელით 31-ში 11 საათზე. გასული წლის მსგავსად წელსაც მოქალაქეები პროევროპულად განწყობილი ადამიანები შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, როგორც აქციის ორგანიზატორებისგან მოისმინეთ, ისინი რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე ელოდებიან ყველას, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა სურს და ყველას, ვინც ამ 1 წლის განმავლობაში სწორედ ამ ადამიანების გვერდით იდგა.